კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 13 საათზე მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს პროკურატურის ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში აჭარის ტერიტორიაზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით Audi A6, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა ინტერნეტ სივრცეში კიბერდანაშაულებისა და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას, დანაშაულის კვალის სამართალდამცველებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში უკანონო საქმიანობის ფარგლებში Audi A6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე 100 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში 10 ივნისს აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით Audi A6, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტ სივრცეში კიბერდანაშაულების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას, დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისაგან დაფარვას, რაშიც იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში უკანონო საქმიანობის ფარგლებში Audi A6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე 100 ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით Dark to Web, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მემაბარია რეგიონალური სამსახურის შესაბამის ოფისში და ამერიკის შეერთებული შტატების ეს სამსახური იცავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, უმაღლესი დონის პირებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში. რასაკვირველია, ბევრმა ადამიანმა იცის არნახულად კრიტიკული მნიშვნელობა ამ დაწესებულებისა, რომლებიც იცავენ ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, ცდილობენ თავიდან აარიდონ ქვეყანას, დავუშვათ ყალბი ფულის მოჭრა და აი ამგვარი მძიმე დანაშაული. დღეს მსოფლიო გაერთიანებულია და ამ მიმართულებითაც მოქმედებს დანაშაულებრივი სამყარო და ამიტომ საჭიროა ჩვენი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ამ მიმართულებით ვებრძოლოთ დანაშაულს. პარტნიორობა საქართველოსთან არის ის დიდებული მაგალითი, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები და მინდა გამოვხატოთ ჩემი მადლიერება გენერალური პროკურატურის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის. მე ვარ რეგიონალური ატაშე და ნამდვილად მაქვს პატივი, რომ ვიყო აქ ამ ძალზედ მნიშვნელოვან ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საგანგებო სამსახური ვართ და ნამდვილად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი ცოდნა, აქტიურობა და აქ საქმიანობა იმისთვის, რომ ამ რთულ ასპარეზზე ვიმუშაოთ შესაბამისად. გვაქვს შესაბამისი სააგენტო სწორედ ამ გამოძიებისა და ეს ეხება იგივე ფულის გათეთრებას, სხვადასხვა დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა საგადასახადო ტიპის დანაშაულები და ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ტრანსეროვნულ ორგანიზაციებთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ იმის მაგალითი, როცა ერთი მიზანია. მე მინდა ქართველი კოლეგების და შესაბამისი უწყებების მიმართ გამოვხატო მადლიერება. ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელის სახელით და მისი თანამშრომლების სახელით მინდა გამოვხატო ჩემი და ჩვენი მადლიერება ყველა იმ უწყების და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც შაბმულები არიან ამ საქმეში. ჩვენი შტაბ-ბინა ქალაქ ლოძშია. მინდა საგანგებო მადლობა გადავუხადო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. სწორედ ჩვენი ასეთი მხარდამხარ მუშაობა, გაცნობიერებული ამოცანები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიმოქმედოთ. მადლობა ძალზედ შედეგიანი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს, დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
გაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაიმგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. ფისკალური პოლიტიკა კი დისციპლინირებული. დოკუმენტში საუბარია ფინანსურ სექტორზე, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ძლიერი ეკონომიკური საფუძვლისა და არსებული პოლიტიკური სტაბილურობის წყალობით საქართველოს გარე გამოწვევებსა და არასტაბილურ გარემოს წარმატებით უმკლავდება. მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოს მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა. საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგინა და 2026 წლის დასაწყისშიც კი ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეალური ეკონომიკა მისი თვალსაჩინით 6.5% გაიზრდება წელს, მომავალ წელს 5.7%-ით. გააუმჯობესა აგრეთვე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ფონდის შეფასებით წელს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 14%-ით გაუმჯობესდება, ხოლო 2026-21 წლებში 10.5% იქნება დოლარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. იზრდება საქართველოს ეკონომიკა და ჩვენ მალე მივაღწევთ მიზანს, რასაც ქვია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება. 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, რადგან სავიზო რეგულაცია ევროკომისიას ავალდებულებს. შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი დაიწყოს. ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებს აღუდგენს, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს. სახელმწიფო გუნდი ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საკითხი ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენება. მმართველ პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ეს არის მორიგი ტექნიკური დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც იმართება დღევანდელ დღეს და რომლის მსგავსი შეიძლება მომავალ პერიოდშიც გაიმართოს, იმიტომ რომ ეს პროტოკოლი ამას ითვალისწინებს და ის პერიოდი, რა პერიოდიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის გამტკიცების საკითხი მოითხოვს სწორედ ესეთ შეხვედრებს და რა თქმა უნდა ჩვენ დავალებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებებს. დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იქნება და სამწუხაროა ის, რომ ჩვენი ოპოზიციური ლიდერები ცდილობენ, რომ ამისგან რაღაცა ესეთი აპოკალიფტური სცენარი შექმნან. ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ჰქონდა საქართველოს და აქვს დღევანდელ დღეს, აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ თამამად, რომ ყველა სრულდება. ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები არ ეთანხმებიან და რაც უკვე შემდგომ დამატებით საქართველოსთვის შემოიღეს ეს პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსიდან ნაციონალური მოძრაობის გარიცხვის შემდეგ სააკაშვილი პარტიულ რებრენდინგს აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი. 10 არჩევნებში დამარცხებულ ნაცმოძრაობაში მოლოდინი აქვთ, რომ ძველი აქტივისტი პარტიას ახალ სიცოცხლეს შესცემს. რაც შეეხება ნაცმოძრაობის თავმჯდომარის, პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ მოახლოებულ ყრილობაზე თინა ბოკუჩავა სხვამ ჩაანაცვლოს. პარალელურად დაპირისპირება ისევ გრძელდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის, რამაც 3 თვის წინ შექმნილი ალიანსი დაშალა და ნაცმოძრაობა გაერთიანების მიღმა აღმოჩნდა.
რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის განაცხადს ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ. რახანია ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობდა მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამის ნაციონალური მოძრაობისთვის ნანუკა ჟორჟელიანი? მე კიდევ ერთხელ გაგეცით ის პასუხი რაც შეხედეთ კიდევ ერთხელ. ნანუკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის ხალხთან ურთიერთობაში და მათ შორის ძალიან ბევრ სხვა მიმართულებები. რაც შეეხება ბოკუჩავას გადაყენებასთან დაკავშირებით. ყველას პოლიტიკურ საბჭოს, გენერალურ მდივანს, თავმჯდომარეს, აღმასრულებელ მდივანს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ყველას ეწურება უფლებამოსილება. შესაბამისად, ეხლა ამ მანდატებს ჭირდება განახლება და ეს მანდატები უნდა განახლდეს ყრილობაზე. არასოდეს არ მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მეტყოლებს მისი რეიტინგი. მე პირადად მივესალმები სულ აი ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია გააკეთონ თავიანთ პარტიაში. რამდენჯერ უნდა იმდენჯერაც. მოიყვანონ ახალი ტოპ-ტვინები. კავტოენ ანუკა ყავთ ამჯერად მოწვეული და მგონია რომ ფერი-ფერსაო ნათქვამია და ზუსტად ერთი არიან. და კიდევ ერთხელ შეეშვან რა ამ ქვეყანას. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი არიან ძალა, რომლებიც აერთიანებენ სწორედ ახალგაზრდებს, ხო? და როგორც ირკვევა, თურმე ეხლა შემოყავთ ახალგაზრდები პარტიაში და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სოციალური ქსელიდან იგებენ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, რა გუნდურობაზე და რა პარტიულობაზე უნდა ვისაუბროთ. აქ ისევ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. მე არ მგონია, რომ დიდი ცვლილებები იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, უბრალოდ ეს იქნება მოჩვენებითი ისევე როგორც 101 დღის განმავლობაში გააძლო იმ ალიანსმა, შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდი დასაწყისში იყოს ესეთი მოჩვენებითი ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ მყარი ცვლილებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მივა არჩევნებამდე და თავის ამომრჩეველს რაღაცა კონკრეტულს შესთავაზებს, მე დარწმუნებული ვარ, ამას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ ვიხილავთ. სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად აგენერირებდნენ ციფრულ ვალუტას, რითაც არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების მეშვეობით არასრულწლოვნების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას ამყარებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე დაზარალებულებს აიძულებდა ინტიმური შინაარსის, მათ შორის სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას. დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. 40 ახალი ავტომობილით განახლებული ავტოპარკი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლების ეფექტიან მუშაობას და ოპერატიულ რეაგირებას. შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილს დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალადაშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცენტრალური მართვის განყოფილებისა და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. დეტალური ინფორმაცია მიიღო მოქალაქეთა შეტყობინებების მიღების, დამუშავებისა და შესაბამის ეკიპაჟებზე ოპერატიულად გადამისამართების პროცესის შესახებ.
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ღამის საათებში ხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თერმული ნისლით წამლობის პირველი ეტაპი, კერძოდ ვიმყოფებით ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია 13 ერთეული ტექნიკა, რის საფუძველზეც დამუშავდება 780 ჰექტრამდე სოფლის პერიმეტრი. სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმის მიხედვით განახორციელებს თერმული ნისლით წამლობით ღონისძიებებს. ქუთაისში მასშტაბური ურბანული და სარეკრეაციო პროექტები აქტიურად ხორციელდება. მთავრობის დაფინანსებით გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობაც. პროექტების განხორციელების მიზანი ჭანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქუთაისის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის ზრდაა. დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, კერძოდ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, სადაც მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში მთლიანად განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე სკეით პარკი და განახლდება გამწვანება. დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერეთ აღნიშნული სამუშაოები. ჯერა და დარწმუნებული ვარ იმით, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისი კიდე ერთ-ერთ ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეს მიიღებს. სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება. მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების, ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ძირითადად შევამოწმეთ რამდენად მიყვება მიმდინარე სამუშაოები წლის დასაწყისში დაგეგმილ გეგმაგრაფიკებს. მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით ზუგდიდში და მარტვილშიც ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, 160 მეტრზე მეტი სიგრძის ხიდი მოეწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროისათვის რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ჩვენს რეგიონში 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი 153 ახალ პროექტს დავიწყებთ. კულტურის მინისტრი ონში რაჭის მუზეუმს ეწვია და ახალი შენობა დაათვალიერა. ნაგებობა, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით აშენდა, წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამჟამად ფონდების სისტემატიზაციისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანის პროცესი მიმდინარეობს. სპეციალისტთა ჩართულობით ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები უტარდება. მადლობა მინდა უთხრა რაჭას და ონელებს იმისთვის, რომ შეუნარჩუნეს საქართველოს არაჩვეულებრივი საგანძური. საფინალო ეტაპზე ვართ, როდესაც უკვე მუზეუმიდან კოლექციები გადმოდის, პატარ-პატარა ექსპოზიციები ეწყობა და ახალ შენობას ეგუება რაჭის ძველი და ისტორიული მუზეუმი. როგორც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები მეუბნებიან, რაჭას ბევრი აქვს მოსაყოლი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მართლა დიდი ეტაპი იწყება. ეს არის არა მხოლოდ მონაწილეობა პროცესში, იმისა თუ როგორი უნდა იყოს მუზეუმი და ალბათ ცნობილია ის, რომ ამ მუზეუმის მუზეოგრაფიულმა პროექტმა უკვე მიიღო დიდი საერთაშორისო აღიარება. თვითონ ეს მუზეუმი თავისთავად წარმოადგენს მოდელს რეგიონალური მუზეუმების. რაჭა არის ძალიან მდიდარი როგორც ბუნებრივი, ისე კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მუზეუმის ძალიან დიდი ძალისხმევით და რა თქმა უნდა ხელისუფლების გადმოვდივართ ახალ მუზეუმში, ნელ-ნელა ვიწყებთ გადმოსვლას. ნაწილი ექსპონატები გადმოვიტანეთ, დანარჩენი ნელ-ნელა გადმოვა. აუდიო, ვიდეო დარბაზი გვაქვს, საკონფერენციო დარბაზი გვაქვს, ბიბლიოთეკა კარგი გვაქვს, ახლაც ის გადმოვა რა თქმა უნდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად, რომ მე მოვესწარი ამას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კალათბურთში, რაგბსა და ხელბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. ზურაბ პატარაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სპორტულ კლუბებს გამორჩეული შედეგებისა და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ. სპორტის ხელშეწყობა ზრუნვა სპორტსმენებზე არის ჩვენი რეგიონის, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ბათუმი არის ოლიმპიელების, ჩემპიონების სამჭედლო. ჩვენ სულ ახალხანს ვიხილეთ 3 ჩემპიონი ჯგუფი, გუნდი. ეს არის ჩვენი მართლაც სახელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ძლიერი სპორტსმენები, ჩვენი კალათბურთელები, ასევე ხელბურთელები და რა თქმა უნდა რაგბისტები. სამივე გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონები. ეს წარმატება არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. ასეთი იყო ახალი ამბები, თქვენ კი არ გადართოთ რამდენიმე წუთში ბიზნეს პოსტი შემოგიერთდებათ ანა არჩვაძესთან ერთად.